იცით როგორ არის? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები. შეიძლება ზოგი ასე არ ფიქრობს, მაგრამ ცოტანი არიან ეს პროცენტი, თუნდაც შეიძლება ფიქრობენ, მაგრამ ფაქტია, მართლა ვეხმარები, რჩევებს ვაძლევ, პროცედურებით ვეხმარები ადამიანებს, ცხოვრებას ვუაგებ. ბევრ რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ იმაზე, რომ ზოგჯერ მეც მჭირდება რჩევა. მეც მჭირდება დახმარება. და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ვინც უყურებს ამ ვიდეოს, უმეტესობა შეიძლება იფიქრებს, უიმე, მეც ასე ვარ. იცით როგორ არის? როდესაც ძლიერი ხარ, როდესაც შეძლებული ხარ და როგორც იტყვიან, you got the power. ყველა ადამიანი რატომაც ფიქრობს, რომ შენ ეს არ გჭირდება. შენ ისედაც ბევრ ამას გადალახავ. შენ გამოგივა, კარგი გამაგრდი. ეს ხო შენ არა ხარ, გეხვეწები რა სისულელია, ეს ხო შენ არა ხარ. შენ იმასაც შეძლებ, ამასაც შეძლებ და შენ აკეთებ კი. შენ მართლა შეძლებ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფერს, შინაგანად ასეთი ადამიანები, მიუხედავად თავის ძალას, ძალიან ჩვენზე, რატომაც ფიქრობენ, რომ უპრობლემო ცხოვრება გვაქვს და ყველაფერი ძალიან ადვილად მოდის ჩვენთან. ის რასაც მივაღწევთ 1-2-3-ზე ეგრე არ არის. და ზუსტად ეს მაინტერესებს. როგორ ებრძვით დეპრესიას? როგორ? რას აკეთებთ? აი მე პირადად მუშაობ. დილიდან საღამომდე არაფერი არ იცვლება. აი თქვენ როგორ ებრძვით დეპრესიას? რა გეხმარებათ? იქნებ და გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას და ძალიან დამეხმარებით მე. ძალიან ღრმა არიან. და ასეთ ადამიანებს ჩვენ ბევრი რამ გვტკივა. ბევრ რამეს ვაღიქვავთ, ვაფიქსირებთ. მით უმეტეს თუ ჩემნაირად ხართ, ეს ძალიან რთულია, როდესაც შენ ესაუბრები პიროვნებას და იცი რას ფიქრობ შენზე. ზოგჯერ სასიამოვნოა, ზოგჯერ გულს გტკენს. მაგრამ ვერავის ვერ ეტყვი. და რაც უფრო მეც იცნის ჩვენაირი, ჩემნაირი უпростоროდ პიროვნება, მით უფრო მეტი სევდა აქვს გულში. და ჩვენზე რატომაც ფიქრობენ, რომ უპრობლემო ცხოვრება გვაქვს